მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს რადგან ბევრი რამე ხდება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, შევეცდებით მე და ცოტნე, თქვენ ასნობი ცოტნე მარღია, შევიდეთ აი ამ დისკუსიაში. პირველ რიგში ჩვენ ვისაუბრებთ ზელენსკის და მის გამოსვლაზე მიუნხენში, რა თქმა უნდა, შეიძლება შევეხოთ ასევე სხვა გეოპოლიტიკურ საკითხებს. შემდეგ ხაზარაძეზე გვინდა რომ ერთი ვიდეო განახოთ, როდესაც როგორღაც მოხდა და შემოტრიალდნენ თურმე შეუძლიათ რუსეთთან საუბარი, მაგრამ რაც თავარი ამბობენ რომ ისინი მარტო ვერ დაჯდებიან და გვინდა რომ გავარჩიოთ რას ნიშნავს ის რომ რუსეთთან მარტო ვერ დაჯდები. ან რატო არ უნდა დაჯდე? ხლებლები რაში გჭირდება? ხო. უკრაინა და იმედი. შემდეგზე ვისაუბრებთ როგორ შეიცვალა იმედის რეპორტაჟები უკრაინის ომის დაწყებიდან და შემდეგ უკვე როცა გარდაიქმნა და ნათელი გახდა რომ შეერთებულ შტატებში ელიტები გაიყვნენ, სხვადასხვა აზრები დაფიქსირდა და ის რასაც თურმე ჩვენ ვამბობდით თავიდანვე, უკრაინამაც უბრალოდ იმედმაც შეიცვალა საკუთარი პოზიციები. შემდეგ ვისაუბრებთ ერთ ინტერვიუზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ პლატფორმაზე გავიდა გიჩზე და ესეც იმედთან კავშირია რუხაძის და შევეცდებით რამდენიმე დეტალი გავარჩიოთ, რას გულისხმობს თუ ექნება შესაძლებლობა რომ აგვიხსნას ჩვენც ვინც ხედავთ მას როგორც რაღაც პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც ეთანხმება და ცდილობს გაიტანოს ის რიტორიკა, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს და საინტერესო იქნება მისი აი ამ მოსაზრებების მოსმენა და შემდეგ რა თქმა უნდა თუ გადაწყვეტ და შესაძლებლობა ექნება რომ განმარტოს რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მინდა ტრადიციულად დავიწყო იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ციტირებით. ძალიან საინტერესო სტატია არის ბურჟუაზია მახეს აგებს, ესე ქვია. შეგიძლიათ ძალიან წაიგოთ, მე მხოლოდ ნაწყვეტს დავიკითხავ. აღწერს ბურჟუა ლიბერალებს. ვინ არიან ბურჟუა ლიბერალები? შეძლებული ბურჟუაზიის შეგნებული წარმომადგენლები. შეძლებული ბურჟუაზია ჩვენი შეურიგებელი მტერია. მისი სიმდიდრე ჩვენ სიღარიბიზეა აშენებული. მისი სიხარული ჩვენს წუხარებაზე. ცხადია, მისი შეგნებული წარმომადგენლები ჩვენი მოსისხლე მტრები იქნებიან, რომლებიც შეგნებულად შეესწებიან ჩვენს დამარცხებას. მას ასე შეიქმნა ხალხის მტრების პარტია, რომელსაც განუსრაღავს მოწოდებით მიმართოს ხალხს, რას ურთ ამ ვაჟბატონებს, რას იცავენ ისინი თავიანთ მოწოდებაში. ისინი არ არიან სოციალისტები, მათ სძულთ სოციალისტური მოძრაობა, ანუ არიან ანტიკომუნისტები. ის იმას ნიშნავს, რომ ისინი ამაგრებენ ბურჟუაზიულ წესწყობილებას და სამკვდრო სასიცოცხლოდ ებრძვიან პროლეტარიატს, ანუ მუშათა კლასს. ამიტომ არის რომ ისინი დიდ თანაგზნობას იწვევენ ბურჟუაზიულ წრეებში. ანუ ჩვენ ახლა ვისაუბრებთ იმ შეგნებულ ადამიანებზე, ვინც ძალიან კარგად ხვდება რა არის კლასი და როგორ უნდა გამოიყენოს საკუთარი კლასობრივი ინტერესით მეორე კლასი. მაგალითისთვის იმისთვის რომ დაიწყოს ომი, მოიპოვოს რესურსებს და წვდომა. მოკლედ გააკეთოს ის ამორალური რაღაცები, რასაც ინდივიდები ვერ გავაკეთებთ, თუ არ შევქმნით პოლიტიკური სისტემა, რომლის სათავეშიც უნდა შემდეგ მოექცეს. ამ შემთხვევაში მინდა დავიწყოთ პირველ რიგში და ვთხოვ რეჟისორს, რომ ჩვენი პირველი სკრინი გვანახოს, ეს არის ზელენსკის გამოსვლიდან, როდესაც ის ამბობს, მოუწოდებს ევროპას, რომ ევროპას ჭირდება ახალი ჯარი. თუ ექნება რეჟისორს რომ გვანახოს შესაძლებლობა. პირველი ფოტო, ხო? და მთელ ევროპას მოუწოდებს, რომ ეს იყოს ევროპის ჯარი, ის ნამიოკებს აკეთებს ეს ჟარგონზე რო ვთქვათ, მინიშნებებს აკეთებს, ხო? რომ ამერიკას არ აინტერესებს ევროპის უსაფრთხოება, რეალობა შეიცვალა და იმის მაგივრად რომ ევროპა იყოს გაყოფილი და სხვადასხვა ხმები ისმოდეს ამერიკის მიმართულებით, მაგალითად როგორც ვიცით ხა უნგრეთი სულ სხვა ვითარებაშია, იმიტომ რომ მას ორბანს საკუთარ მეგობარს ეძახის ტრამპი, ისწრებს დასცინის, ამ შემთხვევაში მაკრონს მაგალითად და ასე შემდეგ, ხო? და აი აქედან გამომდინარე ამბობს რომ ჩვენ ერთიანი ხმა უნდა გქონდესო ამერიკასთან სასაუბროდ, თორე ისე არ აინტერესებს ჩვენი სათითაოდ დაცვა. რაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როდესაც საუბრობს ევროპის არმიაზე, ის საუბრობს რომ ეს არმია უნდა შეიგრიფოს უკრაინული არმიის გაშუქებით, რომ უკრაინული არმია არის ბაზა და ამაში მართალია რა თქმა უნდა, უკრაინულ არმიას ევროპის კონტინენტზე რუსეთის გარდა აქვს ყველაზე დიდი საბრძოლო გამოცდილება, აქვს შეიარაღებასთან გაწვრთნის საბრძოლო უნარები, ან მართლა ვეტერანი არმია ყავს, რომელიც 3 წელია იბრძვის. და იქამდე 2014-დან იბრძოდა. ხო, ანუ ამბობს რომ უკრაინის გარშემო უნდა მოხდეს ახალი არმიის შექმნა, ანუ ის თავსაკუთარ თავს ხედავს
უკრაინის ახალ ლიდერად. კი ბატონო. უკრაინის არ უბრალოდ ევროპის, შეგვიძლია ვთქვათ. ხო, ევროპის ახალ ლიდერად, რომელსაც როგორც ტრამპს თუ დავესესხებით, ამერიკის პრეზიდენტს ამ შემთხვევაში აქ 4%-იანი მხარდაჭერა უკრაინაშივე საკუთარ ქვეყანაში. აი თავიდან ძალიან საინტერესო ნაწყვეტი წაიკითხე ლიბერალ ბურჟუა ლიბერალებზე, როგორც სტალინი უწოდებს და სხვათა შორის ჩვენ ვიცით მშვენივრად რომ არსად და მათ შორის არც საქართველოში ამ ეგრეთ წოდებულ ბურჟუა ლიბერალებს სტალინი არ უყვართ, განსაკუთრებულად არ უყვართ, განსაკუთრებულ სიძულვილს და ზისხს ავლენენ მის მიმართ და ეს გასაგებიც არის რატომაც, ხო? თუნდაც ეს პატარა მცირე დეტალიც და ციტატაც საკმარისია ამის გასაგებად. რაც შეეხება ზელენსკის იდეას, რაზეც ილო შენ დაიწყე საუბარი, აი ახალი ნატოს შექმნა იდეაში, ხო, რომელიც პრინციპში იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რაც აქვს უკვე ამერიკის ოფიციალურ პირებს, ტრამპს, ვენს და ასე შემდეგ, ჩვენ გვახსოვს უკაცრავად ვენსის გამოსვლა იგივე მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც რა ვიცი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ჩვენთვის არა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ამას როდის ვიძაღდით და როდის ვამბობდით, მაგრამ თვითონ ევროპული ელიტებისთვის და რაღაცა პროევროპულად, პროდასავლურად განწყობილი ქართული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დღეს ქუჩაში დგას და ითხოვს სიგიჟეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ხომ? სადაც ის საუბრობდა ევროპის ჩვენ საუბრობთ შეგნებულზე ამ შემთხვევაში. როგორც შეგნებულ კლასზე. ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ მაგალითად იმ შრომელ ადამიანზე, მუშაზე, რომელიც შეუგნებლად არის სამსახურში ჩამდგარი. ხო, ანუ ძალიან კარგია, რომ აი თითქოს ყველაფერი ერთიანად იკვრება და ამიტომ ლოგიკურია ხოლმე გეოპოლიტიკაზე საუბარი. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენთანაც დაგვიანებით ხდება იგივე ცვლილებები. ჩვენ რო გადავხედოთ ახლა სოფლიოში რეებიც იწერება, მაგალითად ჰილისტატი არის ყველაზე კარგი მაგალითი. ანუ ჟურნალი, რომელიც რამდენიმე თვის წინ და რამდენიმე წლის წინ ეძახდა ევროპის გმირს და დემოკრატიის სახეს, ეხლა ეძახის კიევის შეშლილ მეფეს. ანუ ეს სიტყვები აქვს ნახმარი, კიევის შეშლილი მეფე. ხო, უბრალოდ ეგ ის არის, რომ აი რასაც დავაკვირდით ჩვენს დაუშვათ აქ ეს გეოპოლიტიკური სიტუაციები მსოფლიოში და ტენდენციები საითკენაც მიდის ეს ყველასთვის ნათელია და ჩვენ ამას ტრამპის მოსვლამდეც ვამბობდით, შეგვიძლია რა ვიცი არქივები ამოვიღოთ და ვთქვათ, რომ ამას ვამბობდით ექსკლუზიური ცოდნა კი არ მქონდა რამე, უბრალოდ აი ვაანალიზებდით იგივე რა საუბრობდა ევროპელი ექსპერტები, ამერიკელი მკვლევარები, დაუშვათ იგივე ამერიკის პოლიტიკაზე, მის მომავალზე, კრაღზე, წარმატებაზე, მარზე. ხო, აქედან გამომდინარე ვიზაღდით, რომ თვითონ ამერიკელებიც კი რაღაცა რუსეთ-ჩინურ ალიანსს ამერიკული პოლიტიკის მარცხად მიიჩნევდნენ და ნათქვამდნენ და ასეც არის ხო პრინციპში. მოდი გავაგზავნო თუ შეიძლება რეჟისორს თხოვმე. მეორე კადრის დაახლოებით იგივე პათოსის არის. აქ არის ზუსტად რომ ამერიკას აღარ უნდა რომ დაეხმაროს, ისინი ერთ-ერთზე ითხოვენ დაჯდომას. ზელენსკის გარეშე კი ბატონო, ანუ ერთ-ერთზე ითხოვს დაჯდომას შეერთებული შტატებთან რუსეთი, ამერიკამ ეს დაუთმო. ფაქტიურად ამბობს, რომ თამაშგარე დატოვა შეერთებულმა შტატებმა ევროპა. და ამის რა თქმა უნდა, წამლად ისე ვიყენებს, რომ ჩვენ მქონდეს ერთიანი ევროპული ხმაო, არ შეიძლებაო, რომ ჩვენ ვიყოდო დაგსაქსულები, ანუ ჩვენ ახლა ვთქვით, რომ ტრამპი ამბობს, რომ 4% აქვსო. მაგრამ იმ ინტერვიუში, რაც არის თუ კონფერენცია, რაც ქვია, ზელენსკის ტარს უკრავენ. კი, უკრავენ ტარს ვიღაც ბერბოკები და ვიღაცები, მაგრამ ეს ხო საჯარო სივრცეა, ბევრი ხალხია. ანუ ეს ყველა თამაშობს ამ შემთხვევაში წმინდად ინტერესებით მოქმედებს და ამას აღარ მალავენ, რომ ეს კლასობრივი არის უკვე და ჩვენ ვართ და ჩვენ გმართავს და მე არ მოგწონთ ესეთი მიდგომა არის თუ ანუ რას შეგვიძლია დავაბრალოთ, რომ ერთის მხრივ ტრამპი ამბობს 4% აქვს, მეორე მხრივ ესენი შეხედა მთელი პოლიტიკური ელიტა ტაშს უკრავენ აი ამ სიტყვებზე. ეს სხვაობა როგორ მოხდა? აი უყურეთ, საინტერესო ტენდენცია ზოგადად ეგ ტენდენცია, უყურე ტრამპ ეხა რასაც ზელენსკი აკეთებს,
ხო პრინციპში ანუ დავუშვათ რომ ამბობს რომ ახალი ნატო და რაღაცა ეს რაღაცა ევროპის რაღაცა იმად რომ ლიდერად უნდა რომ თითქოს ჩამოყალიბდეს ხო ეს ზელენსკის მხრიდან სწორი ნაბიჯია იმიტომ რომ ის ხედავს რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს დაზავდეს რუსებთან ფაქტია ეს პირველი შეხვედრა უკვე შედგა ამდენი წლის შემდეგ საუდის არაბეთში თავის მხრივ ევროპაც ევროკავშირიც მათ შორის ხედავს რომ ის ომი რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი ვინც მიიღო ამ ომისგან არის თვითონ ევროკავშირი და ევროპა და იმასაც ხვდება რომ ანუ ეს არ არის შემთხვევითი პროცესი ხო იგივე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრეთ დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან აი ამ ყველა ფრამდე წინსწრებად ხომ ეს რაღაცა გარკვეულ კითხვებს ბადებს და ეჭვებს აჩენს ხო რატომ მოხდა მისი აქედან გასვლა რატო გაარიდეს ამ პროცესს ხომ აქედან გამომდინარე ისინი ხვდებიან რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ევროპასაც კი უარს ამბობს იმ კონტექსტში არა იმ კონტექსტში რომ უშუალოდ გავლენის სფეროდ ყოფნაზე ამბობს უარს არა უბრალოდ ევროპული და ევროკავშირის განვითარება მისი უშუალოდ ეკონომიკური თუ ასე შემდეგ განვითარება პროგრესის გაგრძელება აღარ არის მის ინტერესებში მას არ აინტერესებს ეს ყველაფერი და არც მისი თავდაცვის და უსაფრთხოების შენ აუჯდება უფრო მართლა ძვირი აღარ აინტერესებს იყოს მისი უსაფრთხოების ტრამპი რასაც 2016-ში და 15-ში და 17-ში რო ამბობდა პირველი იმის დროს რომ ნატო დახარჯოს უფრო მეტიო იმიტომ რომ თავს ანუ ეს რავი ტრამპზე კაი ბევრი არ გვითქვია არასდროს მაგრამ ეს რა იყო ანუ უკრაინის იცოდა მაგრამ არ ამბობდა თუ როგორ ხდებოდა უკრაინის კონფლიქტის შესახებ უკრაინის კონფლიქტზე შერავცელდება და უშუალოდ აი არ ვიცი მე რა შეიძლება ან თუ უბრალოდ მომავალ კრიზისს ელოდებოდა და არა კონკრეტულად უკრაინის კრიზისაც შეიძლება თქვათ რომ ელოდებოდნენ იმიტომ რომ აი რასაც დაუშვათ ჟირინოვსკი ყვება 2014 წლიდან ეს პროცესები დაიწყო უკრაინაში და ეს პროცესები საბოლოოდ აქამდე უნდა მისულიყო ანუ თვითონ ეს ელიტები დაუშვათ იგივე ამერიკული და დასავლური ელიტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ ეს პროცესი აქამდე მისულიყო ხო ფაქტია ჯერ ხდებოდა მასობრივი შეიარაღება უკრაინის 2018 წლიდან 14 წლიდან მოყოლებული, როდესაც ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ დონბასში და დონეცკის ოლქში, ხომ? ხო ფაქტია ეს, როცა კომუნისტებს უვარდებოდნენ, სოციალისტებს უვარდებოდნენ ოდესაში და სხვაგან და პროკავშირების შენობაში ცელს ანთებდნენ და შიგნით წვავდნენ, იმიტომ რომ თქვენ როგორც ჩვენთან დაუშვათ სოციალისტებს და კომუნისტებს გვეძახიან რუსეთის და კრემლის აგენტებს, ხო ზუსტად იგივე მიზეზით, უბრალოდ იქ ბრუტალურად იყო, იმიტომ რომ ხელში ფაშისტებს ჰქონდა ძალაუფლება და ჩვენ მოვახერხეთ და გამოვტაცეთ 12 წლის წინ აი ამ ფაშისტებს ხელისუფლება ძალაუფლება და ამის შედეგია რომ ეს აქ არ გააკეთეს და ვერ გააკეთეს და იქ აკეთებდნენ პირდაპირ შიგნით ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს განსხვავებული შეხედულების გამო იმის გამო რომ ისინი იყვნენ სტალინისტები, სოციალისტები, კომუნისტები და ასე შემდეგ, ხო? ხო და კიდე იყვნენ პინოჩეტისტები. ისინი იყვნენ პინოჩეტის ფაშისტები და ასე შემდეგ, ხო, რა თქმა უნდა, ბატონო და უყურეთ რა არის მნიშვნელოვანი რომ ეს პროცესი მე აი ეს შეერაღების პროცესი, ფაშიზმის ეს გამწვავება გვახსოვს ჩვენ მარშები იმართებოდა შეგვიძლია მე სხვა დროს თუ ვინმეს აინტერესებს მოუძიოს თვითონაც ჩაწეროს ჩვენ შეგვიძლია ვანახოთ მე როგორ იმართებოდა ნაცისტური და ფაშისტური მარტო ბანდერას ერთი ძეგლი საკმარისი არის რომ თქვა რა ხდება ძეგლი ერთი საკმარისია ბანდერას ფოტოებით გამოდიოდნენ და რაღაცა პრავის სექტორ თუ რაღაცები ერქვა და აზოვის ბატალიონი და ესენი ყველანი ხო პროფაშისტური და ფაშისტური ორგანიზაციები იყვნენ ეს საკმაოდ ცნობილია BBC-ს დოკუმენტურები შეგიძლიათ მოიძიოთ ვისაც აინტერესებს YouTube-ზე არის ეს ყველაფერი BBC-ს ანუ ქართული კი არა ჩვენი და ჩემი და ილიას გადაღებული კი არა BBC-ს დოკუმენტურები არის თუ როგორ იზრდება ფაშიზმი უკრაინაში ხო აი ასე ქვია მას ფილმს ხო და ეს პროცესი იქამდე მივიდა მე ბოლოს შეიარაღების შემდეგ ბოლო წერტილი იყო ის რომ დაიწყო გააქტიურდა საუბარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის რასაც მოყვა რუსეთის ულტიმატუმი და მოხდა ის რაც მოხდა და რაც მინდის დღემდე ხო რუსეთ-უკრაინის ომი ხო და ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო ამას ჟირინოვსკის კი საუბრობდა ეხლა ხშირად დააქვთ და ბევრგან შეხვდა სოციალურ ქსელში სადაც ამბობს რომ ნუ იქ საოცარ რაღაცებს ლაპარაკობს ეს კაცი საიდან ისო და არ ვიცი მაგრამ ტრამპი და პუტინი დაждდებიან მოილაპარაკა არც ევროპას არც ზელენსკის არავინ არაფერს არ კითხავს მაგრამ ნუ პრინციპში ესაც ლოგიკურად შეგეძლო გაგეთვალა რომ ტრამპი რომ მოbrunდებოდა ეგ საიდან იცოდა ეგ ნამდვილად არ ვიცი და თუ შეიძლება თან რეჟისორს თქვოთ რომ შემდეგის გვანახოს უკვე სკრინი და ესეც არის ამერიკის და ევროპის დიალოგზე ისევ ზელენსკიზე ვსაუბრობთ და
ხო, აქაც არა, იგივე არის წინა რაც იყო, ხო, იგივეზე ვსაუბრობთ აქაც. თუ შეიძლება გადავიდეთ შემდეგზე მაშინ. ხო და საერთო ჯამში დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, საშუალება გვაქვს ჩვენ რომ აქ ბალანსი მივიღოთ. რუსეთი მეგობრებით სამყავს და ძალიან მაგრა ვიცნობ რუსულ კულტურასაც, პირდაპირ გეუბნები. რაღაც მე მგონი ის ხო ხარვეზი რუსეთზე რო გაჭედა, არა, რუსეთზე გაჭედა მამუკამ, კონკრეტულად რუსეთზე გაჭედა, არ ვიცით რატო. ანუ ესე უცებ გადავით, მაგრამ მნიშვნელობა მაინც აქვს უკრაინასთან რო ლაპარაკობთ, იმიტომ რომ რაღაც ტექნიკურად აგვერია, თუმცა იმედი არ გადართეთ ამ ერთი ტექნიკური ხარვეზის გამო. და გვინდოდა რა გაგვეგრძელებინა, როგორ შეიცვალა საქართველოშიც, როგორც კი აი რაზე საუბრობთ, ხო, უკრაინა, შეერთებული შტატები უკრაინას პრეზიდენტზე ამბობს, რომ მას 4% აქვს მხარდაჭერა, თუ 4% აქვს მხარდაჭერა, თან გადაცილებული აქვს საპრეზიდენტო ვადა. ანუ ფაქტიურად შეთანხმდნენ, თითქოს არაფერზე არ შეთანხმდნენ, მაგრამ იმაზე მაინც შეთანხმდნენ არაფორმალურად, რომ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია. კი, რუსეთი და ამერიკელები ამაზე ფაქტობრივად შეთანხმდნენ, კი. ანუ ის რომ ტრამპი ამაზე არჩევნების საჭიროებაზე ილაპარაკა, პირველი რაც ილაპარაკა, გუშინ სხვადასხვა ძალიან გააკრიტიკა ტრამპი, ზელენსკი ტრამპმა ჰქონდა საკმაოდ მწვავე განცხადებები და თქვა, რომ საერთოდ პრინციპში აი რაც თქვა, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ უკრაინა დაადანაშაულა ომის წამოწყებაში. ფაქტობრივად შეგვიძლია, ანუ მისი ამ ციტატა შეგვიძლია დაახლოებით ასე ჟღერდა, რომ ანუ იქ ზელენსკის პრეტენზია იყო, რომ ჩვენო არ მიგვიწვიესო იმაშიო საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე და ამას დაცინის ტრამპი მოყავს რაღაცა დამცინავი ტონით ზელენსკის ეს ამ სიტყვებს იმეორებს და მე ამბობს, რომ თქვენ 3 წელი გქონდათ იმისთვის, რომ თუ მოლაპარაკებას აპირებდით, დამჟარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და მოლაპარაკებულიყავით, ხო? მაგრამ თქვენ ეს არ გააკეთეთ და საერთოდ თქვენ ეს ომი არასდროს არ უნდა დაგეწყოთ. ანუ ზელენსკიზე ამ შემთხვევაში საუბარი, ანუ ზელენსკის ეუბნება, რომ ომი არ უნდა დაგეწყო და ამოდის, რომ ზელენსკის აბრალებს ომის დაწყებას, ხო, აბრალებს თუ სწორადაც ამბობს, ასე გამოდის, ხო, პრინციპში. ხო და ის ფაქტორი უყურეთ, ისი თქმა მინდოდა მე და ბარემ დავამთავრებ, რომ აი ზელენსკის ეს მცდელობა ევროპა ხვდება, რომ უნდა იმისთვის, რომ თუ მათ უნდათ გადარჩნენ ის ევროპული ელიტები, რომლებიც დღეს არიან ევროპული ქვეყნების სათავეებში და ევროკავშირში და ევროპარლამენტის მესვეურები, ასე რომ ვთქვათ, ხო? ისინი ხვდებიან, რომ თუ მათ უნდათ რომ გადარჩნენ, ისინი ცალკე რაღაცნაირად უნდა ორგანიზდნენ საკუთარი თავდაცვის სისტემების შექმნან, საკუთარი ჯარის შექმნან, საკუთარი რაღაცა გეოპოლიტიკური ინტერესები განსაზღვრონ და ამ შემთხვევაში არ იყვნენ რომელიმე გავლენის ქვეშ, ამ შემთხვევაში არც ამერიკული ფრთის ქვეშ არ იყვნენ, რომელიც პრინციპში ამერიკა თვითონ ამბობს აი ამ ყველაფერზე უარს და არც რუსული ფრთის ქვეშ და ეცადონ საკუთარი პოლიტიკა გაატარონ აი ამ გეოპოლიტიკური თამაშების ჭრილში, მაგრამ აქ საინტერესო იცით რა არის, რომ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში დღეს ევროკავშირია და ევროპა არის ზოგადად, რამდენად მისცემს ამის საშუალებას მათ ჯერ ეს ერთი ძალიან ეკლექტურია. ანუ ჩვენ თუ ევროკავშირი თუნდაც ევროპაზე ან თუნდაც ევროკავშირზე ვსაუბრობთ, ევროკავშირში არის ტრამპი, ისა უკაცრავად ორბანი და ფიცო. ხო? მინდა რომ მაგას ზუსტად მაქედან გადმოვიდეთ, მაგრამ რახან უკვე ვაჩვენეთ მამუკა ხაზარაძე. საქართველოში თითქოს გამოიყო ეს ერთმანეთს გამოეყვნენ, ისი თქმა მინდა ამ შემთხვევაში. მამუკა ხაზარაძე მაიღო წმინდად პროამერიკული პლატფორმები, ანუ ამერიკის გარასიგნალიც მოდის, მამუკა ხაზარაძე გადადის და ნახეთ რა უსწრებს რუსეთთან დავждები კიდეც ვილაპარაკებ კიდეც ოღონდ მარტო არა აი ამ ვიდეოს წინ უსწრებს როდესაც მამუკა ხაზარაძე აღარ ამბობს პრორუსულ თავრობას ერთ-ერთ განცხადებაში პროჩინური პროირანული ანუ როგორც კი წამოვიდა სიგნალი რომ რუსეთთან შეიძლება საუბარი დაიწყოს შეერთებულმა შტატებმა მამუკა ხაზარაძე ნუ ამ სტანდარტებით რაც უკვე დაფუძნებულია ჩვენ არ დაგვიფუძნებია ეს სტანდარტები მამუკა ხაზარაძე რუსეთულმეა არა როგორც კი აგასრულოს წამოვიდა სიგნალები რომ რუსები და ამერიკელები ერთმანეთთან შეიძლება თავაგდნენ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძეს ეგრევე აღმოაჩნდა ნაცნობები რუსეთში ასე შეგვიძლია ეს აღწეროთ რომ მანამდე დავიწყებული ყავდა არ ახშოვდა როცა ანტირუსული რიტორიკით გამოირჩეოდა თავის სხვა პარტიულ რიტორიკით ლიდერებთან ერთად ხომ მაშინ დავიწყებული პროგრამაში ქონდა ხო და მაშინ დავიწყებული ყავდა რუსეთში ნაცნობები ყავდა და ეხლა როგორც კი ეს ყველაფერი ამოტრიალდა ეხლა უცებ გაახსენდა რომ მე იქ ნაცნობები ყავს და უყურეთ იმდენად იცვლება გეოპოლიტიკა იმდენად იცვლება მდგომარეობა საქართველოშიც აი
ყველაზე მეტად ამათ რაც არის მით მე მქონდა ვთქვათ Facebook პოსტიც მქონდა იმაზე მართლა გაუგებარია ჩემთვის ვერ ხვდები აი რაციონალურად თუ ვინმე ამიხსნის ძალიან კარგი იქნება ყურე როგორც შეიცვალა გეოპოლიტიკა ყველგან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რომ ზელენსკი საერთოდ ტრაზებს საუბრობთ ეხლა მიღმა დატოვეს ასაც არავინ არ ეკითხება ფაქტობრივად უთხრეს რომ როგორც მე და ტრამპმა უთხრა როგორც მე და პუტინი გადავწყვეტ ჩვენ ისე მოიქცევი ხო არ მოიქცევი მაშინ რაციონალი განვითარდება ეგ კიდე ცალკე საკითხია და ეგ რაღაც რა ვიცი შეგვიძლია მაგას ვისაუბროთ უბრალოდ მარტივი წარმოსადგენია რაციონალიც განვითარდება დატოვებენ რუსებთან მარტო და მე რაც მოუვა ზელენსკის ხო და აი ამის შემდეგ იმის შემდეგ რაც დაუშვათ ევროკავშირს და იგივე ევროკავშირს და ევროპას რა პრობლემები ცუდგას ხო აქ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი რომ იქ ფიცოა და ორბანია იქ აივდე რომ დაუშვათ მეორე ადგილზეა ეხა ბოლო კვლევით ნუ თავიანთი ვეკვლევა ლიბერალური მაგრამ შედეგებს ნახავთ 23 ფებრუარს მაგრამ ანუ ეს რაღაცა ულტრა მემარჯვენე გამოგვიძება რომ მიდის ევროპას შემოbrunება უბრალოდ გამოგვიძება ცუდი სიტყვა ულტრა მემარჯვენეებთან მიმართებაში და ეს ულტრა მემარჯვენე შემოbrunება რომ მიდის ევროპაში და ეს რომ გარდაუვალე ამას რატო ვერ ხვდებიან ეს ერთი მეორე ეკონომიკურად აი რაც უქნეს ევროკავშირს ხო აი Nord Stream-ის აფეთქებით უკრაინიდან გამტარი ენერგომატერიალის გამტარი ისინი დაბომბეს თვითონ რუსებმა იქიდან აღარ გადის ხო გაზი და ნავთობი ჩრდილოეთ ნაკადი აფეთქეს და ეხა ამერიკის შეერთებული შტატები არის ტანკერებით აწვის იმას თხევად გას ევროკავშირს და დაუშვათ აი ესეთი სცენარი დაუშვათ რომ ეხა რასაც ეს თვითონ ევროპაში გამოდის ზელენსკი და იქ შოლცი გამოდის და რაღაცა და თაღად დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებაზე როცა აქვს საუბარი იგივე ამერიკიდანაც რო გაჩერდეს ეს ტანკერებით გაზის მიწოდება ევროპელებისთვის მე რა ხდება ევროპაში ხო ეს კითხვა ხო არსებობს ანუ იმდენად დაქვემდებარებულია ჩვენ მეც რა მაინტერესებს ამ შემთხვევაში ეს დაპირისპირება საქართველოში რა თქმა უნდა გადმოდის და ამით შეგვიძლია ავხსნათ ის რომ ამერიკაში რა ხშირი იყო ჩასვლები მე ვინ გადავიდა პროამერიკულ პლატფორმაზე ვის ჯერ არ გადაუწყვეტია რომელზე გადადის საეჭვოდ ჩუმად არის ოპოზიციურ მასში ბევრი პროევროპულ მხარეს ირჩევს მაინც ხო და აი რატო აი ლოგიკას ვერ ხვდები მაგას ესენი ერთმანეთში შედიან რასთან მიმართებაში ჭიდილში აი მაგას ვამბობ ანუ ერთმანეთის შენაცვლებაში მხოლოდ მათ შორის არის აი ისეთი თქმა უნდა რითიც დავიწყეთ მაგალითად მათ შორის არის ეკონომიკური დაპირისპირება არა რა თქმა კლასობრივს ვამბობ ამ შემთხვევაში და არა კლანური არ არის კი ბატონო კლანური არის ხო ან წმინდად ბურჟუაზიული კი ბატონო რა თქმა უნდა ხო ანუ და ზუსტად აი ამიტომ იმ ბურჟუაზიული ინტერესიც არ არის მე მაგის თქვა მინდა ის სამყარო აი რომ მარტივად რო ავხსნათ აი ის სამყარო რაც არსებობდა რომელიც შექმნა დაუშვათ აი იმ საერთაშორისო კაპიტალს რასაც ეძახიან საერთაშორისო ბურჟუაზიამ და რომელსაც იყო მიბმული ადგილობრივი ბურჟუაზია აქამდე ხო თვითონ ეს საერთაშორისო ბურჟუაზია შლის ამას და რაღაცა სხვა მოცემულობას და სხვა მსოფლიოს გვთავაზობს რომელიც მე იმას არ ვამბობ რომ რამით უკეთესი იქნება ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ რომ იმ მსოფლიო რასაც ვიღებთ კიდე უფრო უარესი იქნება იმ კუთხით რომ ის რაც აქამდე შეფარული იყო რასაც პირდაპირ ვერ აკეთებდა რაღაცა წესრიგი არსებობდა რაღაცა კანონები არსებობდა და ანუ ასე თუ ისე ნუ ვისაც ძალა ქონდა მაინც აკეთებდა მაგრამ ვინ შედარებით ნაკლები ძალა ქონდა ის დაუშვათ თურქეთმა სირიაში რაც გააკეთა ხო იმას ვერ გააკეთებდა 10 წლის წინ იმიტომ რომ მას ამის უფლებას არ მიცემდა ის გლობალური მოთამაშეები რამდენიმე ანუ ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში რაც ეხლა გააკეთა ხო მაგრამ ეს მოიშალა და შენ მეუბნები ახლა ამ შემთხვევაში რომ ისინი სთავაზობენ ახალს უყურე ანუ კონსერვატორ ამ შემთხვევაში ანტიიმპერიალისტურ კონსერვატიზმსა და ანტიიმპერიალისტურ სიტყვაზე სოციალისტებს შორის რა სხვაობაა კონსერვატორები გეუბნებიან ესეთ რამეს რომ თუ ეს წესრიგი იშლება მაშინ ავტონომიურობა და სუვერენობა იზრდება ავტომატურად და შენ შეგიძლია გადაწყვიტო ანუ ის კი არ გთავაზობს რაღაც ახალ წესრიგს ის უკან იხევს ხო ამ შემთხვევაში ჩვენ ამ შემთხვევაში რაში შევდივართ ხო პოლემიკაში რომ რეალურად ის ძირითადი ძალაუფლების ბურჯები ამ შემთხვევაში რჩება იგივე კლასის ხელში კი ბატონო რა თქმა უნდა აბსოლუტურად არაფერი რეალური დათბობა არ არის აი მაგალითისთვის გვინდა აი რატო გვინდოდა დღეს რომ გვესაუბრა იმედზე ხო და მინდა რომ თხოვო რეჟისორს გაუშვას თუ შეიძლება შემდეგი ვიდეო 27 დაღუპული სამხედრო და 300-ზე მეტი დაჭრილი ეს რუსეთის სამხედრო აგრესიის მხოლოდ პირველი დღის შედეგია.
შეტაკებები 24 საათზე მეტი აგრძელდება. უკრაინის სასაზღვრო სამსახური ზაპოროჟიეს რაიონში სასაზღვრო დანაყოფის მიმართულებით სარაკეტო იერიშის შესახებაც იუწყება. მათივე ცნობით იერიშს მსხვერპლიც მოხვა. სააგენტო უნიანი უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან. შეტაკებებია სუმშიც. უკრაინულმა ძალებმა რუსების რამდენიმე მძიმე შეტევა მოიგერიეს. ბოლო მონაცემებით მათ კონტროლის აღდგენა შეძლეს ჰოსტომელის აეროპორტზეც. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია ქვეყნიდან 18-დან 60 მამაკაცების გასვლა იკრძალა. თუ შეიძლება ბარემ რომ გაუშვათ მეორე ვიდეოც. ქალაქ ხერსონში მოსახლეობამ რუს სამხედროებს უკრაინის დროშები წაართვა, რომლებიც სამხედროებმა სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობიდან გამოიტანეს. ეს კი ქალაქი ენერგოდარია, ზაპოროჟიეს რეგიონი. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მტრის ჯარების მათი ქალაქის მიმართულებით გადაადგილების შესახებ შეიტყო, ბარიკადები აღმართა. Наши військові б'ються. ჩვენი მეომრები იბრძვიან და იგერიებენ მტრის შემოტევებს. 10,000 რეზერვისტი ახლა მებრძოლთა რიგებს ავსებს. გვაქვს საბრძოლო იარაღი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ უკან არ დავიხევთ, მტერს არ დავნებდებით. უკრაინაში თავს ყველა ისე იცავს, როგორც შეუძლია. საომარი განწყობა რიგით მოქალაქეებში ამ ვიდეორგოლშიც ჩანს, რომელიც მოხალისეებმა მოამზადეს და სოციალურ ქსელში განათავსეს. კოქტეილი ყველა რუსზე ყოფა, რომელიც ჩვენ თავს დაგვესხმება. ასეთია მათი შემართება. აი, გვინდოდა გვენახებინა ამ შემთხვევაში, როგორი უცვლელი შეიძლება იყოს ამ კლასის ნება და როგორღაც რაღაცა კრიზისის დასაწყისში შეიძლება ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს, ხო? ჩვენ ვხედავთ ახლა რა პოლიტიკა აქვს იმედს უკრაინის მიმართ, როგორც კი ყველაფერი გაიგო. როგორც ხო, გადალაგდა, ანუ ადეკვატურიც მაინც არ არის ადეკვატური. ნუ, პრინციპში შეიძლება ფორმულასავით ბანდერას გაჰუმანიზაციების გადაცემს არ აკეთებს, რომ აი ესეთი ბავშვობაში ავადმყოფობდა და ესეთ ბიოგრაფიულ რაღაცებს არ უძღვნიან, მაგრამ არ ლაპარაკობს მაინც იმ ძირეულზე, რაც იყო ამ შემთხვევაში ამასთან შედარებით ადეკვატურია იმის გამიდოდა, მაგრამ ამაში რესურსები, ანუ კი ეხლა დაიწყეს უკვე ამაზე მოყვანა ადამიანების ლაპარაკი, ჩვენი მეგობრებიც მიდიან ხოლმე ხანდახან, ხო? რომ რესურსებზეა თურმე ეს ყველაფერი დამოკიდებული. ხო, უბრალოდ ვეღარ უარყოს, ანუ ამ შემთხვევაში იმაზე კი არ ვსაუბრობ, რომ რატო ემსახურება მედია ვიღაცის ინტერესებს. ანუ ეს ესე იქნება. მე იმას რაღაც უსამართლობას კი არ ვეძახი ამ ყველაფერს. მე ვამბობ სხვა რამეს. როდესაც კრიზისი ასეთი ღრმა არის და შენ რეალურად ომის საფრთხის წინაშე რეალურად დგახარ და მეორე მხრიდან ამაზე უბრალოდ თვალს ხუჭავენ და ისეთ ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ სახელმწიფოსგან ან დგამენ თვითნებურად, რომელმაც შეიძლება ის მყიფე რაღაც კრიტიკული ზღვარი გადაკვეთოს ამ შემთხვევაში. როცა ამომენ მეორე ფრონტის გახსნაზე, ეს უნდა ალბათ იმეორო ადამიანმა, რომ ეგრე კი არ არის, ანუ შენ კი არ უნდა გესროლა რუსეთისთვის. რუსეთს განცხადებული პოლიტიკა შენთვისაც, სამეზობლოსთვის, როცა ეხება არის ის, რომ გქონდა უпростоრეთ შეცვალა ასე თავისი, რომ კონსტიტუციურად ის თავისუფლებას აძლევდა თავის სამეზობლოში არ დაეშვა ფერადი რევოლუციები. ანუ, როდესაც აი ამ ყველაფერზე დაკყავს მე ეს რომ აი იქამდე ესე იყო და მე გვატყობდი, ანუ როგორ 3 წელი რატო ატყუებდი მაშინ საზოგადოებას და რატო ყავდა ომის საფრთხის წინაშე? ხო, სანამ დაიწყებდი. ეს ნებისმიერ მედიას მიემართება, ამ შემთხვევაში მარტო იმედს არა. მას მედიას 3 წელი ბევრს ეხლაც ყველა ქართული მედია მაშინ ნებისმიერ არ ვიცი, რამდენიმე მედია არსებობდა ალბათ, ან რაღაცა ონლაინ ტელევიზია შეიძლება იყოს, ან რაღაცა ტელევიზიაც, რომელიც ამ ნარატივში არ იჯდა. აი ვერ რაღაცა ეს ცნობილ წამყვან ტელეკომპანიებს თუ ავიღებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ყველა ამ ნარატივში იყო. გვახსოვს ახლა ის გამახსენდა მეორე სიუჟეტი როგორც იწყებოდა, ეს არის 2022 წლის ვიდეოები, რომ თქვა 2022 წლის მარტის ვიდეოები არის, იმედი საინფორმაციო როგორ აშუქებდა, იმედი რუსეთ-უკრაინის ომს და იქ მეორე ვიდეო იწყება, რომ ესე იგი ადგილ რომელიღაცა ქალაქის ადგილობრივმა მოსახლეობამ წაართვა უკრაინის დროშები რუს სამხედროებს, რომლებიც იმ ქალაქში შევიდნენ. რამდენიც ის ვიდეოები გახსოვს, ბებოები რო რუს ჯარისკაცებს ესოდან აგდებენ. არა, რო ცემენ და აგდებენ. ნაღდი ვიდეო და ისინი თავდახრილები მიდიან და მე მივხვდენ რომ მე ფაშისტები არიან, რა ვიცი მე, ანუ
ამ შემთხვევაში ხო გახსოვს რომ ის რაღაცა იმის მე მახსოვს ყოველ შემთხვევაში საბოლოო ჯამში რაზე მივდივართ ახლა ხო ლაგდება ეს ყველაფერი მშვიდობიანად რატო არ შეიძლებოდა მშვიდობიანად ყოფილიყო რატო მოხდა ის ახლა რომ უკრაინამ რაღაცა არასასურველი საქართველოსთვის მომავალი გაიარა რომელიც გზაზეც ჩვენ ვიდექით 1-2 წკიბზეც მივიდა ომამდე მივიდა საქმე მაგრამ ძალიან ჭკვიანურად უარი ითქვა რაღაც საზოგადოების რაღაცა ხრის მიმართ ან დააძალეს არ ვიცი შეიძლება უბრალოდ მაშინ არ იყო ის მომენტი როცა უნდა ყოფილიყო მაგრამ ეხლა როდესაც პოლიტიკური რაღაცა ესტაბლიშმენტის ნაწილი ელიტის ნაწილი ღიად მოგიწოდებს ამისკენ მას აქვს ურთიერთობა როცა ამბობენ რომ აი ვინ უსმეს მაგალითად გულავას თუ ვიღაცა რომ ამბობდა ვინ მინდაო ვინ უსმეს შეიძლება შენ არ უსმენდე და შენ ტელევიზორში არ უყურებდე მაგრამ ეგ ჩადის მოსალაპარაკებლად ევროპელებთან შენ ხო არ გიშვებს ეგ ჩადის აი ის ელაპარაკება ის იმასა ის ნდობა იქიდან რომ ფული მისცენ თუ ასეს კონტროლს ხნა ხო ანუ პარტია რო ამუშაოს ანუ შენ არ გჯერა დარბისი მაგიტომაც დარბოდა ოპოზიცია საზღვარგარეთ საკამპანიოდ ესეთი პოლიტიკური კამპანია ვინმეს ჩაუტარებია საზღვარგარეთ ჩაატარეს კამპანია ხო ნუ ეგ კი ბატონო იმისთვის რომ რაც თქვი რომ მზადებოდნენ აქ იმის საარჩევნო არჩევნების მერე პროცესისთვის რაცაც დღემდე მე 93 თუ მე-4 დღე არის რაც ეს აქციები აქვს გარეთ ქუჩაში გამართული და უბრალოდ იცი რა არის ხა იმედზე დაუშვათ და იმედის მესეურებს რომ ეს კითხვა დაუსვათ ჩვენ ხო და ახლობით ხვდები რა პასუხიც ექნებათ ანუ პასუხი ექნებათ იგივე დაუშვათ რაც აქ ქართულ ოცნებას ხო ანუ ჩვენ ხო ამას ხა ომამდე სხვა პოზიციაზე ვიდექით და ვიძაღდით რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეიძლება იყოს ჩვენი მეგობარი საერთოდ არავინ არ შეიძლება იყოს ჩვენი მეგობარი როცა პოლიტიკაზეა საუბარი ქვეყანაზეა საუბარი ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესები და საქართველოსაც უნდა კონდეს საკუთარი ინტერესები და რა უნდა იყოს ეს ინტერესები ეს უნდა იყოს სახალხო ინტერესები ხა მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში რაც არის ხო მოსახლეობის უმრავლესობა ანუ შიდა სახელმწიფო დღეს ვავიღებთ ეს არის შრომის უფლება განათლების უფლება ჯანდაცვის უფლება და ასე შემდეგ და მთელი რიგი უფლებები რაც შიდა სახელმწიფოების საკითხია რაც აბსოლუტურად მიუხედავია ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და აქვს საგარეო ინტერესები ხო ამას ერთად ნუ ჩვენ შემთხვევაში ეს ორი ჩვენი მოძმე ხალხის შემორიგება და შემოbrunება აფხაზებზე და ოსებზეა საუბარი ხო ამის გარდა არსებობს საგარეო ინტერესები როგორ ანუ ის ინტერესები რომელიც საქართველოს ამყოფებს ყველაზე კარგ მდგომარეობაში განვითარებისთვის და პროგრესისთვის ხო და ამ შემთხვევაში იმას ვაუბრობთ რომ აქ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საკუთარი ინტერესები რომელიც არ მოდის თანხმობაში საქართველოს ინტერესებთან უკრაინაზეც იგივეს ვიძახდით რომ ანუ აქ იმაზე ხო არ არის საუბარი რომ კითხვა სხვა იბადება უყურე კეთილის ამათ შემოიტანეს ზეგ დიქოტომია რომ უყურე არსებობს დორონი და კითხვა იბადება სხვა უყურე მაშინ უნდა დაიბადოს შესაბამისი კითხვა ანუ ეს აწყობდათ ფინანსურად ამ შემთხვევაში თუ თავიდანვე ხა ჩემზე და შენზე ჭკვიანებით ხო ყავთ ხო ანუ იმათაც ხო კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი სად მიდიოდა ანუ რატო არ აღკვეთეს ძირში აი ხო და ეს არის კითხვა ამათი კი პასუხი იქნება და ამ შემთხვევაში არ ვამბობ მე რას მithumetis რას არ ვამბობ ანუ არ მინდა ისე გაიგოს ვიღაცამ რომ მე ოპოზიცია ძირში ამოთხრა მოვითხოვე ოპოზიციის ანუ მოვითხოვე წმინდად შემუშავება იდეოლოგიური ვინ ხარ სად ხარ რას არსებობ ანუ ეხლა რო იწყებ ლაპარაკს რუსეთი ჩემი უდიდესი მეზობელია და შეერთებული შტატების შორია და ევროპა ჩემზე ესე ფიქრობს ან ისე ფიქრობს ხო ანუ ეს უნდა თავიდანვე გაგეთვალა ოპოზიციაზე ხა ყურე ოპოზიციაზე მე არა ოპოზიცია არის ჩვეულებრივად ხა ფინანსურად აწყობდათ რა ანუ საიდანაც ფულს იღებდეს მაშინ ის ნარატივი იყო და უწევდათ იმ ნარატივის იმათი შეკვეთის ესე შესრულება რასაც ეუბნებოდნენ იმას აკეთებდნენ დღეს აღარაფერს აღარ ეუბნებიან მაგრამ დღეს ხვდებიან რომ თუ ფულის მიღება უნდათ კიდე რომ შეკვეთები მიიღონ მაშინ ეს ნარატივი შეცვალონ უნდა იმიტომ ის ნარატივი იმაში რაშიც ფულს იღებდნენ გუშინ დღეს აღარავინ აღარ გადაგვხდის ფულს ეს ფაქტია ხო ეს გააკეთა უკვე ტრამპმა და აკეთებს კიდეც რა ვიცი ფონდები გააჩერა და ასე შემდეგ ხო ამიტომ იცვლია უა მე იცი რა მაინტერესებს ამ შემთხვევაში ხალხი რომელიც ესე ანუ აი ამ ხელა შეცდომაში შევიდა არა მარტო თვითონ მასიურად მოუწოდებდა საზოგადოებას რომ შესულიყვნენ იგივე შეცდომაში და მაგაზე დააშენეს თავისი პოლიტიკური განცხადებები და წინასაარჩევნო კამპანიები რომ უკრაინა ამ ომს იგებს მე ბატონო რუსეთი იშლება
და ზოგი ამბობდა ჩვენ 10000 კაცი უნდა გაუჩეროთ საზღვართანო, ზოგი ამბობდა რამდენი რაღაცა შემოვა, მანქანები უნდა დაუბეგრო თუ რაღაც, ანუ არ მიცევ არაფრის ყიდვის უფლებასო უძრავი ქონებს თუ რაღაცა ის სიგიჟეები ქონდა. ხო, მაგრამ უყურე ისა ეს სიგიჟეები მაშინ ცენტრიდან მოდიოდა. ბაიდენი ამის განსხვავებულს იძახდა მაშინ, ან შოლცი იძახდა განსხვავებულ შოლც დღესაც იქ იძახის ეს ჩარჩა, მაგრამ ანუ სხვა ლიდერების დაუშვათ რომელიც ნატოს გენერალური მდივანი იყო საუბარი უშუალოდ ომის დროს იყო საუბარი თუ გახსოვს რაღაცა თითქოს ნატოში უკრაინის გაწევრიანება რაც თავიდანვე ის იყო ფაქტი იყო რომ უბრალოდ ბლეფი იყო და უკრაინის მოსახლეობის მოსავტყებლად იყო ასევე გაკეთებული და ეს მოდიოდა მაშინ ცენტრიდან ანუ ამერიკის ვაშინგტონიდან მოდიოდა და იმ ნარატივს იყვნენ მიყოლები და ამ ნარატივის მიყოლაში ისინი იღებდნენ ფულს დღეს მივხვდნენ რომ აი ამ ნარატივის გაგრძელებაში ისინი ფულს ვერ მიიღებენ ამიტომ ცდილობენ ნარატივის შეცვალა მე უბრალოდ აქ ესენი ანუ ეს გაშიფრული ხალხია და გასაგებია რასაც აკეთებენ აი იმედი და ქართული ოცნება დაუშვათ ხო რასაც აკეთებდა აი ქართული ოცნება რასაც ამბობს ხო ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენ იძულებული გავხდით ისინი გვემხილებინა ამას ხო ამბობდნენ თავიდან ჩვენ ყველაფერს ვერ ვიტყვით ეს ხო ნორმალური პოზიცია არ არის შენ ხარ ჩემი არჩეული ამთა მაგ თავამდე მებიამ არ დაგიტოვა ამ ბაბუამ რო იქ იყო პრემიერად მე აგირჩიე და რას მე მიმალავ რამე მითხარი ხო რამე თუ არის სათქმელი და ომში თუ ვინმე გვეკაჩება ხო ადიქი და მითხარი ვინმე კაჩება ამ ომში დღემდე არ უთქვამთ მათ რომელი ქვეყნის ელჩი იყო შესული ყოფილ პრემიერად ერაკლი ღარიბაშვილი და ითხოვდა ომში ჩართვას მე გასაგებია ვინც იყო ამერიკის ელჩი იყო მაგრამ ანუ არ უთქვამ დღემდე ეს ხო და ეს არანორმალური მდგომარეობა რაღაც ინტერვიუებში გაჟღერებულა მაგრამ ეს არ ყოფილა ქართული ოცნების პოზიცია ღიად არასდროს არ უთქვამთ არ დაუფიქსირებიათ ეს ყველაფერი და ანუ ეს ხო არანორმალური მდგომარეობა წესით, მაგრამ ამის ახსნა რა აქვს, რომ ჩვენ არ ქონდა იმის ძალა, რომ ამ ყველაფერს გამკავებოდით, ხო? ეხლა გამოდიან და აი რახან ტრამპმა დაიწყო ეს პროცესი, ეგრეთ წოდებულ deep state-ამ ბრძოლის პროცესი, აი ამ ნაბიჯებს ჩვენ მიუყვებით და აუბამთ ხარს ნაბიჯ და იგივე სიტყვის იმედის ხელმძღვანელი თუ კიდე ერთი ძალიან საინტერესო განცხადება იყო გაკეთებული, რომ თუ მოერევაო ტრამპი deep state-ო და deep state-ო ძლიერიაო რაღაცა ხუმრობა არ გეგონოთო. კარგი იქნებაო თუ არა და უნდა დავლაგდეთო. ხო, მაგრამ ეხლა ეს deep state-თანაც უნდა დავლაგდეთ. დინარაძის კონდო დღეს ისა რომ deep state-მა არჩევნები წააგო საქართველოსშიო და ეხლა საქართველოში რახან წააგო არჩევნები deep state-მა ტრამპის მოერევა დიდი იმედი მაქვს. ჩვენ თუ მოვერიეთ რა ქვია deep state-ს მაშინ ტრამპმაც რაღაცერად უნდა ქნას და მოვერიოს. მოვერიეთ deep state-ს, იმიტომ რომ deep state-ის თავარი მამოძრავებელი რაც არის, ეს არის ფინანსური ინტერესი. ისინი ცდილობენ მოაწყონ გადატრიალებები, გადმოტრიალებები, რაღაცა ინვესტიციები ან დაპყრობები, ინტერვენციები, მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ცენტრში წავიდეს რაც შეიძლება მეტი ფული. ხო? და ამ იდეოლოგიას ჩვენთან ბოლო პერიოდში გამოხატავს ვინ? კახა ბენდუკიძე, მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუკიძე, ხო? იდეოლოგიას, რომელიც არის წმინდად ნეოლიბერალური, რომ ცენტრში უნდა წავიდეს ყველასგან ყველაფერი. პროამერიკული, ასე ვთქვათ, ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირ შეგიძლია დაარქვა. პროჰეგემონიური, ვინც იქნება, გინდა რუსეთი ყოფილიყო ამერიკის ადგილას, რომ ცენტრი ის ყოფილიყო, იმასთან წავიდოდა. როგორც კი ისე დაარქვა ამ შემთხვევაში და ამიტომ მინდა რომ გამოვიყენოთ ეს ირაკლი ქვია, ხო ირაკლი რუხაძის ვიდეო, თუ შეიძლება შემდეგი ვიდეო რო გვანახოს, გიჩთან ინტერვიუ. და რა არის საქართველოს ნებავსაღება? ჩვენ როგორ ხდება ease of doing business-ში, როგორც მე-6 თუ მე-7 ადგილზე. რა არის ease of doing business-ის ინდექსი? ბენდუკიძის დამსახურება საქართველოს თემაზე გადმოვიდა. არ არის ბენდუკიძის დამსახურება, ბენდუკიძე მე ძალიან დიდ პატივს და ძალიან ახლოს ვიცნობდი და სულ ყამათობით რომ მიყვარდა ამერიკას ფლოტს, დალევა იმასთან ერთად და გამა კამათი ამ ეკონომიკაზე მისი, მაგრამ ბენდუკიძე ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. და ბენდუკიძე მიშამ გაუშვა. ეგ ეხა ჩემს ერთ-ერთი თავარი მაგალითი მიშამ როგორ ანგრევდა ეკონომიკას, იმიტომ რომ როცა თქვენი საყვარელი მილტონ ფრიდმანი ეხმარებოდა, რა ქვია, პინოჩეტს, ხო და უხურებდნენ რატო ეხმარებოდნენ ცუდ კაცო, იმათ თქვა მე ცუდ კაცი არ ეხმარებოდი, მე თუ დამიჯერა, იმანო ცუდი კაცი ვეღარ იქნებაო და მასეც მოხდა პინოჩეტი გადადგა და ჩილეს ეკონომიკა აყვავდა და ჩვენი მილტონ ფრიდმანი ესე ვთქვა, რა თქმა უნდა, ბენდუკიძეს შედა და განათლებით ახლა არ იყო ეკონომისტი, ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, ბევრს კითხულობდა, როცა ეხმარებოდა ჩვენ პინოჩეტს, ჩვენმა პინოჩეტმა ფრიდმანი გადააგდო. ანუ მილტონ ფრიდმანი ბენდუკიძე გაუშვა. იმიტომ რომ ეკონომიკას ანგრევდა და ანგრიეთ. ერთმა სამსახურიდან გაუშვა და მეორე ქვეყნიდან გააგდო. აი ძალიან საინტერესო არის რა პოზიცია აქვს თურმე პირველ რიგში მილტონ ფრიდმანზე და პინოჩეტზე. ანუ პინოჩეტი თუ არ იცის საზოგადოებამ და შეუძლია იცოდეს და გაიგოს, იმიტომ რომ ეს იგუგლება ჩვეულებრივად, აი ხა შემდეგი კადრიც
რაც რეჟისორს თხოვ რომ განახოს ბარემ ბოლო კადრი და ეს არის პინოჩეტის სტატისტიკა. 1000-ით 1000 წამებული, 1000-ით 1000 მოკლული, 100-ით 1000 დაკარგული, რაღაცა 200 რაღაც 1000 ქვეყნიდან გადახვეწილი პოლიტიკური მიზნებით, ანუ პინოჩეტის პოლიტიკა იყო ეს. ერთ-ერთი უდიდესი დიქტატორი არის სამხრეთ ამერიკის ისტორიაში, ხო? ну, ეხლა მადონი ირაკლი არ არის გასაკვირი მე მაგის ხმა მინდა პირდაპირ რომ ვთქვათ მადონი ირაკლის ეს პოზიციები დაუშვათ არც ის რომ დაუშვათ იაგო და ვინ იყო სანდრო მე მგონი ხო სანდრო და იაგოსთან თანხმდებიან ამ საკითხზე იგივე ფრიდმანზე იგივე პინოჩეტიზე იმიტომ რომ სანდრო და იაგო არ ვიცი რამდენად მაგრამ ირაკლიც ზუსტად წარმოადგენს იმ ფლანგს იმ კლასს ეს მის ვისი ინტერესების გამტარიც იყო პინოჩეტი ანუ აქ ხო მარტივად გას საკითხი აი ეს თქვა მინდოდა იგივე რუსეთ-უკრაინის თემაზეც და აი რაც ნარატივით შემოიტანეს პოლიტიკაში ძალიან ბევრმა ბურჟუა ლიბერალებმა ისევ სტალინის ეს ფრაზა რო ვიხმაროთ აი კეთილისა და ბოროტის ცნების შემოტანა პოლიტიკაში ეს არის სრული აბსურდი და არაადეკვატური მდგომარეობა. არ შეიძლება ერთი იყოს კეთილი, აი დავუშვათ აი ამერიკის შეერთებული შტატები როგორც კეთილი ბიძია და იმიტომ შეიძლება ჩვენი მეგობარი იყოს და რუსეთი როგორც ბოროტების იმპერია. ანუ რაღაცა შინაგანი ბოროტება აქვთ. ეს უნდა გაიგო ყოველ შემთხვევაში არ ვიცი როგორ უნდა გაიგო ამ რუსებს აქვთ რაღაცა შინაგანი ბოროტება კაცობრიობას ზულთ და ამიტომ ის მუდმივად ბოროტება და ის უნდა დაინგრეს. იგივე აი ფაშისტური გერმანიაც კი როდესაც დამარცხდა და წითელმა არმიამ საბჭოთა ჯარისკაცმა მათ შორის 300,000-მა 700,000-მა ქართველმა ხომ რომელმაც დაამარცხა ეს ბოროტება ხო მისი დამარცხების შემდეგაც კი სტალინის ფრაზა ის იყო რომ ფაშისტები მიდიან წავლენ, მაგრამ გერმანელი ერი დარჩება. ხო, ეს არის ჭეშმარიტად სოციალისტური შეხედულება ერზე და ადამიანზე. ზოგადად არ შეიძლება რომელიმე ერი აიღო და გამოაცხადო რაღაცა ბოროტება და ანუ ცუდება. ეს არის ფაშიზმი, რასაც ჰიტლერი აკეთებდა, იგივე არის და ეს ნარატივი აქ ამათ შექმნეს. ანუ კეთილისა და ბოროტის ნარატივი შექმნეს და მე ამ ნარატივს თვითონვე დაუჯერეს. ანუ იმდენად გაითქვიფდნენ და აითქვიფდნენ ამ ნარატივში, რომ დაიჯერეს ამ ნარატივის და იგივე კლასობრივი თემატიკაც ეს არის. კლასობრივი თემატიკა იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა კეთილია, დავუშვათ მუშა, შრომელი, ღარიბი ადამიანი კეთილია და ის ბოროტი არა. ამაზე არ დგას ბოროტებაზე და სიკეთეზე ხო არ დგას ეს ნარატივი დგას იმაზე რომ იმის ინტერესი როგორც ბურჟუაზიული კლასის წარმომადგენლის რომელიც მესაკუთრეა კერძომე კაპიტალისტია რომელიც ფლობს საწარმოს საშუალებებს მათ შორის კაპიტალი იქნება ის თუ სხვა საწარმოს საშუალებები მისი ინტერესი და დაქირავებული შრომების ინტერესი აბსოლუტურად განსხვავებულია ანუ ძალიან კარგია რომ გითხარი ეგ იმიტომ რომ ჩვენ სხვათა შორის არ გვიხოლ და ადამიანის უფლებები ვთქვით ახლა პინოჩეტის ღირსებებში და ამ შემთხვევაში ირაკლი რუხაძე ამბობს იმასაც რომ ეკონომიკურად თუ აყვავდაო. კი, ანუ ჩვენს გვაქვს 11%-იან 8%-იანი ზრდა. ეკონომიკურად აყვავდაო და სამწუხაროდ ეს სკრინი არ გვაქვს პინოჩეტის ეკონომიკური მიღწევები რა არის, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს იგივე CIA-ის მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალება, რომ ხელში ჩაეგდო ყველა ბუნებრივი რესურსი ჩილეში. და ჩაიგდო კიდეც. ამიტომ როგორ აყვავდა ეკონომიკურად ეგეც დიდი ლოგიკურად გადადიან ამ თემას doing business-ის მაჩვენებელზე საუბრობენ ჯერ საქართველოში ან ბიზნესის კეთების ასე რომ ვთქვათ რომ თარგმნოთ ბიზნესის კეთების სიმარტივე როგორია ქვეყანაში საუბრობენ ანუ ცუდი პინოჩეტი რო არ მოწონს და კარგი პინოჩეტი რო კარგია აი ამაზე რო თანხმდებიან ეს არის ну ეხა ყურე მან საშიშია შეგიძლია თქვა არც ის საშიში გააჩნია ვისთვის ხო შრომელი კლასისთვის და მუშათა კლასისთვის საშიშია ის ბოლო 30 წელი სადაც ვარსებობთ იმიტომ რომ შრომელი ადამიანისათვის ეს 30 წელი არის რაღაცა სიცოცხლის ფასად საკუთარი რაღაცა ფიზიკურ აუტანელ პირობებში შრომის და მამცირებელ გარემოში შრომის და ასე შემდეგ ფასად თვით გადარჩენისა და ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლის 30 წელიწადი ცოტა მეტი რაც საერთოდ კავშირი დაინგრა ამ კუთხით საშიშია რა თქმა უნდა საშიშია მაგრამ აქ მიტყვის რომ ისა წავიდა და გადადგაო და მაგიტო არისო კარგიო მაგრამ მაგას არა აქვს მნიშვნელობა უყურე ეს კაცი დაუშვათ წარმოადგენს სხვა როგორც მამუკა ხაზარაძე
ხო ანუ არ ვადარებ ერთმანეთს შეიძლება მამუკა ხასარაძეზე ბევრად უკეთესი პიროვნული თვისებები გქონდეს მე ვახში არ არის ბოლო ხო და ასაგებია უკვე და ბევრად უკეთესი ადამიანი იყოს პიროვნულად და ალბათ არ იქიდეს იმიტომ რომ მამუკა ხასარაძეზე ცუდი ადამიანი თუაც აპოვნელია საერთოდ ხო და მაგრამ ინტერესები საბოლოო ჯამში ანუ არის კლასი და ამ კლასს მისი რამდენადაც არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებულები, საერთო ინტერესები გააჩნიათ მეორე კლასთან, რასაც ქვია შრომელი უმრავლესობა, მუშათა კლასი, ხო? ეს არის გასაგები. ეს იმის გამო კი არა რომ ვიღაცა შეიძლება ბოროტი იყოს, მართლა იყოს ბოროტი. დაუშვათ ეს არ გამორიცხავს იმას რომ ვიღაცა ბოროტია, მაგრამ ისევ მამუკა ხაზარაძეს დაუბრუნდით, ანუ მამუკა ხაზარაძეს რუსეთში რო ყავს ძალიან ბევრი კარგი ნაცნობი, შეულებრივად შეუძლია მათთან მისვლა-მოსვლა ქონდეს, როგორი ამბობს კიდეც, ხო? კი, რაც ფრენები აღდგა და უვიზო გახდა, შეუძლია ჩაფრენდეს, გამოფრინდეს. ხო და მათაც ხდება რესტორანში ხდება, ან საერთო სივრცეში ხდება სადღაც და შეულებრივად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ესეთ ანტირუს მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც წმინდათ ანტირუსული შეიძლება ითქვას პროტოფაშისტური პოზიციები ეჭირა პოლიტიკურად. ხო, ნუ ეგ ანუ მაგრამ ერთი კლასია. ერთი კლასია, კი და იქ დაძმებულა რუს მეტალურგთან არ ჩადის ხა. რა თქმა უნდა, უყურე ინტერესი აი ისე, უყურე ინტერესი რა არის? აი მშრომელი ადამიანის ინტერესი და მამუკა ხაზარაძის ინტერესი როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან? მშრომელი ადამიანის ინტერესი არის ღირსეული ცხოვრება. ანუ ის კი არა რომ ვიღაცა ბინიდან გამოვაგდო სახლიდან, როგორც თავშოთ მამუკა აკეთებს ამას ხაზარაძე და ხვები, ხო? არა, ღირსეული ცხოვრება, ნორმალური ანაზღაურება, განათლების უფლება, ჯანდაცვის უფლება, რაღაცა შრომის უფლება, იმის უფლება, რომ ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობდეს, მოკვდება მშირი თუ არა და ასე შემდეგ, ანუ კეთილდღეობა უნდა უბრალოდ. რომელსაც მამუკა ხაზარაძეები არწმევენ მას მისი შრომის მითვისებით, ხო? სამართლიანობა უნდა შრომელ ადამიანს და მამუკა ხაზარაძეს უნდა ფული. რაც შეიძლება მეტი ფული უნდა მამუკა ხაზარაძეს და ეს ფული დღეს შეიძლება ანტირუსობაში იშოვო, ხვალ შეიძლება პრორუსობაში იშოვო. ამიტომ მამუკა ხაზარაძეს ეს პრობლემა არ არის, ისე შეიცვლის ამ ტყავს და ისე გადავა ერთიდან მეორეში, რომ მას სიმყარე არ აქვს, ანუ რისი თქმა მინდა, შრომე, როდესაც ჩვენ სამართლიანობისთვის იბრძვი, სამშობლოსთვის იბრძვი, რაღაცა ოჯახისთვის იბრძვი, რაღაცა ისეთი ღირებულებების კოლექტივისთვის იბრძვი. ხო, შენი კოლექტივის რა თქმა უნდა, ხო, ანუ მეზობელი მეგობარი რაღაცა, ანუ ესე რომ დავამარტივოთ ეს ყველაფერი. ხო, ამისთვის როცა იბრძვი, ეს ყველაფერი სიმყარეს გაძლევს. ანუ მაგ ბრძოლაში უკან დახევად შეუძლებელია. შენ გაქვს ის იდეა, რისთვისაც იბრძვი და რისთვისაც შეიძლება თავიც კი გასწირო, ხო? თუ საჭირო იქნება. ანუ როცა სახალხოა ეს იდეა და რა პირადი და კერძო. კი, ხო და მამუკა ხაზარაძეს, ანუ კერძო იდეის ხა ფულის გამო, ანუ შეიძლება მამუკამ გაწიროს თავი, მაგრამ რა ჯანდაბად უნდა მაშინ ეს ფული, ხო? არ გაწიროს ფულის გამო, მაგრამ ფულის გამო ყველაფერს იკადრებს. იმიტომ რომ სიმყარე არ გააჩნია ერთადერთი რაც არის მისი ინტერესი, რაც მას უნდა სამართლიანობა არ არის, არც სამშობლო არ არის, არც ოჯახის კეთილდღეობა, არაფერი, არც მეგობრები, არაფერი, ანუ მეგობრები საწყის დარწმუნებული ვარ ბინიდან, სახლებიდან. თუ ვარი ექნებათ მისი გამოაგდეს, დარწმუნებული ვარ. ხო და ეს კი არ არის მისი ინტერესი. მისი ინტერესი არის, რომ ფული იშოვოს მეტი და რაღაცა ნოდარ დუმბაძეს რომ აქვს საოცარი ვიდეო არის რაღაცა რომ მოვიპარეო და რო ყვება ისტორიას და როცა კაცმა მითხრაო რომ შუბლზე ძარღვი არ გაიწყვეტო თორე მე ცხოვრება იოლი არისო და ამ ხალხს ანუ მამუკა ხაზარაძეებს კოლექტიურად ხო ეს შუბლი ძარღვი გაწყვეტილი აქვს დიდი ხანია დამოთვის იოლი აწის ცხოვრება ჩააკითხავენ იმ რუს რომელსაც უკაცრავად და გუშინ აქ რუსთაველზე აგინებდნენ რუს როცა აგინებ ეროვნებას ხო ის ამის მეგობარი რუსებიც ხო არიან ეს რუსები თუ სხვა ეროვნების ან რუსები არიან და ეროვნებას როცა ასე იყენებ ფაშისტურად და შეურაცხყოფ და შეურაცხყოფად იყენებ იმასაც აგინებ და მაგრამ ხო ჩამოართებს ხოლმე და იმისთვისაც არ იქნეს დახვდება ამაზე უკეთესი რატომ უნდა იყოს და იმისთვისაც არ იქნება პრობლემა და ჩამოართებს ბიზნესმენი ადამიანი წესთ უნდა კონდეს რაღაცა პერსპექტივების დანახვის უნარი ხო ეხლა რო პროჩინულ მთავრობას ეძახის ქართულ ცნებას და ესე ებრძვის ჩინეთთან ხომ მოუწევს უახლოეს თუ შევხედავთ ჩვენ სოფლიო პოლიტიკას და სოფლიო ეკონომიკას ჩინეთთან მოუწევს ბევრი საქმის კეთება იმიტომ რომ ბიზნესმენია ხარ არ გამოვა ამას ჩინეთთან ანაკლის პორტის ჩაგდებული პროექტის შემდეგ მამუკა ხაზარაძე ხვდება დარწმუნებული ვარ რომ მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს რაღაცა ჩინური კაპიტალის რაღაცა რა ვიცი ინტერესების გამტარი იყოს აქ თუ წარმომადგენელი იყოს თუ რავი როგორც ამბობენ ხოლმე ამას იმიტომ შეუძლია მას ერთხელ ეს შანსი მიეცა საუბედუროდ და ესეც ქართული ოცნების რაღაცა მინუზე უსვამს ხას და მან თავის დროზე ეს შანსი ამერიკული კაპიტალის სასარგებლოდ დათმო და აქედან გამომდინარე ალბათ ხდება მამუკა ხაზარაძე რომ ჩინეთიდან არაფერს არ უნდა ელოდეს და აი რუსეთიდან სადაც მეგობრები ყავს უბრალოდ აქ მამუკა ერთ რაღაცას ვერ ითვალისწინებს საბედნიეროდ ანუ როგორც ჩვენზე ბევრად ადრე აი რუსეთ-უკრაინის ომმა
აიძულა რუსეთის მთავრობა, რომ ჩვენზე ბევრად ადრე დაიწყო ის პროცესი, რა პროცესიც მიდის დაუშვათ დღეს ჩვენთან, ხო? ანუ ეს გაწმენდის პროცესი იმ ძალებისგან, იმ დაუშვათ ბიზნეს წარმომადგენლებისგან მათ შორის, რომლებიც ემსახურებოდნენ რუსეთში არა რუსულ ინტერესებს, არამედ იგივე საგარეო ინტერესებს. ძალიან ბევრი იყო ასეთი ძალიან ბევრი ვიცით ჩვენც, ძალიან ბევრი რომელიც არ ვიცით, რომლებიც ემსახურებოდნენ, ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს, ამ შემთხვევაში რუსეთს და ემსახურებოდნენ სხვა ქვეყანას, სხვა ქვეყნების ინტერესებს და გაქონდათ იქიდან. ეხლა გასაგებია რომ კაპიტალისტური სოციალისტური არ არის, არც საქართველოს არის სოციალისტური, არც რუსეთია. სამწუხაროა ის, მაგრამ ასეა, დაინგრა ეს სისტემა 35 წლის წინ, მაგრამ ის რომ წარმოებებს რუსეთში დაუშვათ იგივე დეინდუსტრიალიზაციის პროცესი რა ჩვენ გავიარეთ ასევე გაიარა რუსეთმა უბრალოდ დიდი ქვეყანა და ეს შედარებით ნაკლებად დაიწყო და შედარებით ნაკლები პროცენტით გაიარა ეს ხო იმიტომ რომ გააჩერეს მათ შორის პუტინმა უშველა მე ამ პროცესს მეტაკლებად გააჩერა ხო მაგრამ ის ძალები რომლებიც აი ამ დეინდუსტრიალიზაციის პროცესს ეწეოდნენ რუსეთში რომლებმაც მე იქ უმდიდრესი ქვეყანა რაღაც რესურსებით, საბადოებით და ამ შემდეგ იყიდეს, რა ვიცი, ჟარგონულად თქვა, დაითრიეს ეს ისინი ინდუსტრიებიც და ანუ ეს გაქონდათ გარეთ თან მე ხო? სამწუხაროდ ჩვენთან ყოველთვის იგივდება ხოლმე ეს დესოვიეტიზაცია რაც იყო საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ, რომ აი მოვიდა რაღაცა ბანდიტური მთავრობა, ეს ექნა, ის ექნა, სულ ამაზე დაყავთ. ანუ რეალურად იქ რაც მოხდა და მართლა მხოლოდ მიწაზე არ უნდა იბრძოლო და მდინარეზე და ტყეზე და კი ეს ყველაფერი ბუნებრივი რესურსია, შენი რესურსია, რომელიც ზოგი რესურსისთვის გჭირდება, ეკოლოგიისთვის გჭირდება, უამრავი სხვადასხვა რაღაცისთვის გჭირდება, მაგრამ უმთავრესი რაც იყო საბჭოთა კავშირში, რაც ქონდა საბჭოთა კავშირს, ხო? ეს იყო უმაღლესი დონის საწარმოები, უმაღლესი დონის სპეციალისტები და უმაღლესი დონის პერსპექტივები თუ ის სწორად მოიხმარდა საკუთარ ამ პოტენციალს, ხო, ინდუსტრიულ პოტენციალს. პირველ რიგში ზუსტად აი ამაზე მოხდა დიდი დარტყმა, მოხდა პრივატიზაცია, ჯერ პირველ რიგში ამ ქარხნების ინდუსტრიების, შემდეგ ხდება უკვე ამ მიწების პრივატიზაცია და კიდევ ვერ ამოხაპეს და ანუ რისი თქმა მინდა ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის შემდეგ შენ გრჩება ერთი პარადოქსული სტატისტიკა შენაირი ღარიბი ქვეყნისთვის. ანუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ძირითადად ეს სტატისტიკა აქვთ. ჯერ კიდევ ბინათ მესაკუთრე რო არის 90%-მდე. ისეთი ანუ ესეთ ღარიბ ქვეყანას ამხელა სტატისტიკა პარადოქსულია რა, იმიტომ რომ გერმანიაში არის 40%-მდე მე მგონი, ამერიკაში 30%-მდე რაღაც ანუ საბჭოთა წარსულის შედეგია. ხო და მაგიტო ვამბობ რომ შენთვის ამ შემთხვევაში კარგისთვის არც ევროპა არ მოვა და არც ამერიკა. შენთვის ორივე მოვა რომ შენში ეს დარჩენილი სიმდიდრე წაიღოს, იმას სულ არ აინტერესებს რომ შენ ცუდად ცხოვრობ. შენ გაქვს სიმდიდრე რომელსაც შენ ვერ იყენებ, თორე თვითონ კარგად გამოიყენებს, რო კონდეს. და ამ შემთხვევაში შენი ძარცვის დრო არ დამთავრებულა, ვისაც ილუზია აქვს, რომ ან ამერიკა, ან რუსეთი, ან ევროპა, ან ვიღაც თურქეთი, ვინც გინდა იყოს, ან ჩინეთი მოვა და თვითონ უშველის, არ უშველის, ყველა წაიღო ჩინეთს ცოტა შევიტანოთ, ეჭი, მაინც სოციალისტურია და მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება, მაგრამ სხვა არავინ შენთან არ მოვა იმისთვის, რომ დაგეხმაროს. შენ გაქვს ჯერ კიდევ დიდი სიმდიდრე, გაქვს მაღალი პროცენტი მაჩვენებელი მიწათმფლობელობის, მაღალი პროცენტი მაჩვენებელი ბინათმფლობელობის და უამრავი კიდევ სხვა რაღაც პლუსი შემორჩენილი ჯერ კიდევ, მაგრამ ეს ყველაზე ესეთი ხუხარი არის, როდესაც ამ სტატისტიკებს უყურებ. მინდა ზუსტად საბოლოო ჯამში ჩვენ ისევ გავიხსენოთ აი ეს ინტერესები ამ შემთხვევაში. ბურჟუა ლიბერალები და თავის ინტერესები. ჩვენთან გაიმარჯვა ბურჟუა ლიბერალების იმ მხარემ, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ უნდა რომ ნატოსთან შევიდეს. შესაძლებელი არის თუ არა რომ ჩვენ ვიხილოთ კონსტიტუციური ცვლილებები შენი აზრით, ანუ მოძრაობები კონსტიტუციური ცვლილებების, აი მაგალითისთვის ვამბობ. გამოჩნდება და გამოჩნდნენ ბევრი მემარცხენე ჯგუფები. ხო? რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ მაგალითისთვის ვიტყვიეს, ანუ ჩვენ ყოველთვის ვიყავით როგორც სოციალისტები, მემარცხენეები თქო, სოციალისტები კონკრეტულად არ ვთქვას. ვართ ანტი ომის მომხრე, ამიტომ ჩვენს მიმართ ომის ნარატივი რომ შენ ომი გინდოდა, ხო, ანუ არ გამოვა. მაგალითთვის ანუ ომი რომ უნდოდა, ეგეთი შეუძლია თქვა 10 კაცი, რომელსაც უნდა და ომი პირდაპირ თქვა იმიტომ, მაგრამ პოლიტიკური ქმედება
რომელსაც მიყავხარ საბოლოო ჯამში დაპირისპირებამდე რუსეთთან. ეს პოლიტიკური ქმედება რომ შენთვის რო არის არა მარტო მისაღები, არამედ ამისთვის აქტიურად იბრძვი, ამ შემთხვევაში ვამბობ ნატოს და ვეხები ორივე მხარეს. ხო? შენთვის არის გარანტირებული საფრთხე. ამიტომ მაინტერესებს შენი აზრი. შესაძლებელი არის თუ არა რომ საქართველოს დათმოს ნატოს წევრობის სურვილი. თუ მაგასაც ამერიკასაც ქმევინებენ ჩვენზე, რომ აღარ გვინდიხართ. კი, ანუ პრინციპში ერთი ხო ეს იდეალური შემთხვევა არის, რაც საბოლოოდ თქვი ამერიკამ თუ გითხრა, იმიტომ ამათ ისინი ცალკე ატეხავენ მე მაგაზე ერთ ამბავს, მაგრამ ამ პრინციპს თუ გავყვებით, რასაც საუბრობდით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ინტერესები, ჩვენ უნდა გავიაზროთ, სავცხოვრობთ, რა არის ჩვენი ინტერესები და როგორ უნდა მივახციოთ იმას, რომ ეს ინტერესები იქნას გატარებული, ხო? და ამ ინტერესების გატარებაში ჩვენ არავინ არ ჩვენით უნდა ჩვენი გასაკეთებელი რაც არის, ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ანუ ჩვენ იმის როდინში ვერ ვიქნებით, რომ ახლა ამერიკელები რაღაცა საკუთარი ინტერესი, ანუ ეხა რაც ხდება, იმიტომ ხო არ ხდება, ახლა ტრამპი იმაზე ხო არ ფიქრობდა, რომ ეს USAID და უშუალოდ საქართველოში ფერად რევოლუციებს აწყობს და მოდი გავაჩეროთ, ხო არა? ხო ეს მოხდა აი ამას ვსაუბრობ ჩვენ ინტერესების თანხმედრა მოხდა ამერიკის დღევანდელი ინტერესები და ქართული ინტერესები ამ შემთხვევაში USAID-თან დაკავშირებით და აი ამ რაღაცა საგრანტო და აი ამ ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ პროდასალურ ოპოზიციასთან ბურჟუა ლიბერალებთან როგორც სტალინი ამბობს ანუ ამათ საწინააღმდეგოდ ეს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა უბრალოდ დაიმთხვა, თორე ჩვენი სიყვარულით და ჩვენზე ზრუნვის мотивაციით ეს არავის არაფერი არ გავუკეთებია, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვიცით რა იქნება ამერიკის შემდგომი ინტერესები. შეიძლება ამერიკის როგორც აქამდე იყო ამერიკული ინტერესები, ქართული ინტერესების საწინააღმდეგო, იგი მთელ რიგ საკითხებში, იგივე რუსეთთან დაპირისპირების გაღვივებისა და ჩვენი უშუალოდ ოფში ჩაბმის ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც მათთვის სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო, ჩვენთვის ანტისახელმწიფოებრივი იყო და არ იყო სასარგებლო პირიქით, ხო? ანუ ესევე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნატოსთან ნატოში ინტეგრაცია ამერიკული ინტერესი იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა გავხსნათ, რამდენი არის ჩვენი ინტერესი ეს. ანუ აი აქ მაინტერესებს ესეთი რამე შენი აზრი, ანუ ერთ-ერთი მხარე ამ შემთხვევაში, რომელიც ამ რეალობას, ომის რეალობას აღიქვამს ობიექტურად, მაგრამ თან ამბობს რომ უკრაინის საკითხთან ერთად გადაწყვეტილია საქართველოს საკითხიც. ანუ რამდენად ეთანხმები? ამ რამდენად ლოგიკურია იმის დასკვნა, რომ უკრაინის საკითხთან ერთად, როდესაც უკრაინის ამბავი მოგვარდება, საქართველოს ამბავიც გვარდება. ანუ საქართველოს გადადის უკვე უკრაინის საკითხი როგორ მოგვარდა? ეს კითხვა და ის ომით მოგვარდა. საქართველოს საკითხი საბედნიეროდ ჩვენ ომს გადაურჩით. ანუ უკრაინის საკითხი ამერიკელებმა კი არ მოაგვარეს და ამერიკელებმა კი არ თქვეს, რომ ეს თუ ასე უნდა თვინმე სამი წარმოჩენა ეს არ არის ასე. უკრაინის საკითხი გადაწყვეტა რუსეთმა, როცა იქ შევიდა ისე როგორ შევიდა, ხო? მაშინ გადაწყვეტა 2000 ამათვის თუ დღეს გადაწყვეტა უკრაინის საკითხი. ჩვენ ვიცოდით, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის საკითხი იყო გადაწყვეტილი. ხო? მაგრამ საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენ სურს ნატოში გაწევრიანება. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც არსებობს, თუ ნატო იარსებებს, ხომ? ეს თუ ნატო ადგება და იტყვის, რომ მე გაფართოებაზე უარს ვამბობ, მაშინ უნდა დაიხურონ და დაშალონ ეს ორგანიზაცია, ხო? რა აზრი აქვს? ანუ ესე თუ ყველას უთხარი, ვისაც, ანუ ნატო ხო არის იმისთვის, რომ იყო ყოველ შემთხვევაში იმისთვის, რომ ამერიკული გავლენები შენარჩუნებულიყო და გაძლიერებული იყო, ხო? თუ არ მოხდება ამის გაძლიერება და განვითარება, მაშინ ამ აზრი არ აქვს ამ ორგანიზაციის არსებობას. ამას ამბობს ტრამპი დღეს, სხვას არაფერს არ ამბობს. მე არ მინდა რომ ის მოდელი რაც არსებობდა, ისე როგორც არსებობდა, ეს მოდელი შევინარჩუნო და მე ტყუილად მე არ ვაპირებ ასე ექსპანსიას, ამიტომ მე თქვენი უსაფრთხოებისთვის ევროპელი გერმანელების მე ამ ფულის გადახდას აღარ ვაპირებ. თქვენ თვითონ გადაიხადეთ თუ თქვენ გინდათ რომ ეს ხოლ გადარჩეს თქვენივე უსაფრთხოებით მე სხვა ინტერესი აღარ მაქვს თუ თქვენ გინდათ რომ ეს ხოლ გადარჩეს თქვენი უსაფრთხოებისთვის კეთილი იქნება და გადაიხადეთ 5 თუ 10% თქვენი თლიანი შიდა პროდუქტის ხო მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის რომ ჩვენ კონსტიტუციაში გიწერია ეს არის დღეს აი მარტივად რომ ავხსნათ ხვალ რომ შეიცვალოს ყველაფერი დაუშვათ წააგო დაუშვა შემდეგი არჩევნები ტრამპმა
ნუ ეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია ეს მიმართულება ალბათ რამდენიმე საარჩევნო ვადით მოიგებს ტრამპი იქნება თუ სხვა იქნება მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ეს მიმართულება ალბათ ცოტა გრძელვადიანად იქნება ამერიკის ხელისუფლებაში მაგრამ დავუშვათ ჰიპოთეტურად წააგო აქ მე რუსეთის გადმოსახედიდან ვიზახე რუსეთი უკრაინაში შევიდა იქ მოაგვარა ეხლა საქართველოსთან დაკავშირებით თვალსაჩინო გუშინ ზახაროვამ ახსენა უკვე რომ ის მოითხოვს არა იმას რომ მხოლოდ რომ რაღაცა ის უკრაინაზე აღარ შევა ნატოში ამას არამედ 2008 წლის ბუქარესტის იმ დადგენილების გაუქმებას რომელთაც მათ თქვეს რომ საქართველოს და უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო წევრი და ჩვენ უკვე შეგვეხო ჩვენ უკვე გვახსენეს ამ კონტექსტში რუსეთში რომ აქ უნდა ის ჩანაწერი რომელიც მიხედავთ საქართველოს და უკრაინა უნდა გახდეს უკრაინის ნატოს წევრი უნდა იქნას ამოღებული ხო და აი დავუშვათ ხვალ ჰიპოთეტურად იცვლება და მოდის ისევ რაღაცა აი ამ რა ქვია ამ deep state-ის წარმომადგენელი ამერიკის სათავეში ხო რუსეთის ხო ისო პრობლემა ხდება ის აქედან გამომდინარე ეს საკითხი გადაწყდება ან იმით რომ ჩვენ განსაზღვროთ ჩვენი რეალური ინტერესი რა არის ის რომ პირველ რიგში მეზობლებთან საერთო ენის გამონახვა მოახერხოთ და მე რაღაცა ჩვენი თავარი პრობლემები რაც არის სოციალური და ეკონომიკურთან ერთად აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემა ხო სამხრეთ-ოსეთის აი ეს საკითხები გადავწყვიტოთ ჩვენ სასარგებლოდ იმიტომ რომ არის შანსები არის ისეთი პროცესები ვითარდება თუნდაც ამ რეგიონებში განსაკუთრებით აფხაზეთის მიმართულებით რომ ამ შანსის გამოყენება არის აუცილებელი და აი ეს აფხაზეთის მიმართულებით რომ ცოტა ხო, ანუ აფხაზეთის მიმართულებით ეხლა ხანს ჩატარდა რაღაცა არჩევნები, ეგრეთ წოდებული არჩევნები, სადაც ამდენიმე კანდიდატი იყო, მოიგო მეორე ტური გახდა საჭირო, ასე რომ ვთქვა და პირველი ტურის შედეგებით იგებს ეგრეთ წოდებული ანტითურქული, ასე რომ ვთქვა პრორუსული კანდიდატი გუმბა თუ არ ვწდები გვარად და მეორე არის არძიმბა გვარად რომელიც ითვლება იქ რაღაცა პროთურქული კლანის და გავლენების გამტარად და იქ სიტუაცია იმდენად იძაბება რომ ეს არძიმბა გამოდის და იძახის რომ საერთოდ თითქოს არ არსებობს ეს კანდიდატი რომელმაც პირველი ადგილი აიღო გუმბა და იძახის რომ მე გავიმარჯვე პირველ ტურში და მეორე ტურშიც მე მოვიგებ და მე გავხდები პრეზიდენტი და მადლობას ვუხდის ხარდაჭერისთვის და ამ მეორე ადგილოსანი კანდიდატის მოთხოვნით არძიმბას მოთხოვნით იქ ეხლა მოქმედი დროებით მოვალეობის შემსრულებელი ვინც არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი აფხაზეთის ხომ ის მოითხოვს მისი მოთხოვნით ეს კაცი რამდენიმე თანამდებობის პირს უშვებს იქ სამსახურიდან და ასევე არის საუბარი რომ იქ რაღაცა სომხური ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიმართ რომლებიც დაუშვათ როგორც ჩანს ანტითურქულად არიან და გასაგებია რატომაც არის ანტითურქულად განწყობილი და დაუშვათ აი ამ გუმბას აძლევენ ხმას იმათ მიმართ მიდის რაღაცა ზეწოლისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაღაცა de facto genocide's კი არის საუბარი თუ რაღაცა. ანუ იქ იმდენად რთული პროცესები მიდის, იქ იმდენად ძლავრად შევიდა იქ რაღაცა თურქული გავლენები და ანტირუსული ასე ვთქვათ განწყობები ძლავრობს ხომ, რაც რეალურად ჩვენ რო რაღაცა ნორმალურ ჩვენ რო კონსტიტუციაში არ გვეწეროს რომ ნატოში გვინდა და ევროკავშირში და ნორმალური საზოგადოება ვიყოთ იმ კუთხით რომ გვესმოდეს კარგად რა არის ჩვენი ინტერესები და როგორ შეიძლება აი ამ ინტერესების სრულყოფა და რეალიზება, მაშინ ჩვენ ეხლა იმაზე უნდა მუშაობდეთ რომ ეს პროცესები რაც ეხლა მიდის საჩვენოდ იყოს გამოყენებული იმისთვის რომ მოახერხოთ როგორღაც რაღაცა ამ აქ იმაზე არ არის საუბარი ინტეგრაცია ხო ინტეგრაცია ისევ შერიგება ერთმანეთთან და ის პრობლემების წინაშე რაც ეხა არიან აფხაზური საზოგადოება ისევ გახლეჩვის პირას არის ერთმანეთთან დაპირისპირების პირას ეს რომ თავიდან იქნას არიდებული როგორც აფხაზური მოსახლეობის იმიტომ რომ მართლაც რომ აი იქ ბოლო აი ამ წლების განმავლობაში რა ომებიც იყო და რა სისხლის დაიღვარა ეგ საკმარისი უნდა იყოს როგორც ქართველებისთვის და ჩვენთვის ისევე აფხაზებისთვის და ეს პროცესები ის გაურკვევლობა რაც დაუშვათ არსებობს აფხაზურ საზოგადოებაში საჩვენოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ უბრალოდ ჩვენ სამწუხარო დღემდე გვიწევს იმაზე საუბარი რომ ნატო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, შოლცი, როთი ეს არ არის და ვერც იქნება ქართული საქმის გამკეთებელი. ქართული საქმე უნდა აკეთოს ქართველმა ადამიანმა იმან, ვისაც ესმის რა არის ქართული საქმე, ესმის როგორ უნდა გაკეთდეს ეს საქმე და საქართველოში რა თქმა უნდა და არის იმ ხალხის და იმ ძალების წარმომადგენელი, რომელსაც წარმოადგენს შრომელი უმრავლესობა აუცილებლად და არა ის რაღაცა ნაწილი უმცირესი ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც ძირითადად ყოველთვის, როგორც მამუკა ხაზარაძე, იყიდება სხვადასხვა ინტერესებისთვის, სხვადასხვა რაოდენობის ფულის ანაცვლოდ.
კი ბატონო, შვენიერი იყო შენი ბოლო სიტყვა და შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ცოტნე მარღია, სოციალისტური პლატფორმის წევრი. ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს მივახვალა და ჩვენ ვისაუბრეთ ზელენსკის გამოსვლაზე მიუნხენის კონფერენციაზე, ვისაუბრეთ ქართველი პოლიტიკოსების და ამ შემთხვევაში ხაზარაძის მაგალითზე გადასხვაფერება, რაღაც ნაკლებად ანტირუსული პოზიციების დაჭერა. ვისაუბრეთ ქართული მასმედიის როლზე და თან ვისაუბრეთ იმედის მაგალითით, როგორ მოხდა ისე რომ რაღაც რამდენიმე წლის წინ უკრაინა იგებდა და თითოეული ბავშვი მოლოტოვის კოქტეილს აკეთებდა და ესეთი რაღაც ომის პროპაგანდა რასაც ქვია, წმინდა წყლის და უცებ შემდეგ მათი პოზიციები შეცვლილია და დაუბრუნდნენ რეალობას, მიწას, სადაც თურმე შეიძლება ყველაფერს შეხედო ფხიზელი თვალით. ასევე შევეხეთ ინტერვიუს, რომელიც იმედის დირექტორის ინტერვიუ, დირექტორია, ხო? ფლობელი, ხო. ფლობელი არის ის ინტერვიუ, სადაც ის ფაქტიურად პინოჩეტის რეჟიმს აქებს და სამწუხაროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვლის, რომ კარგი პინოჩეტი კარგი იქნება და ამას ბენდუქიძის და მიხეილ სააკაშვილის მაგალითით ამბობს, რომ ჩვენ გვყავდა უცუდი ბენდუკ პინოჩეტიო და კარგი მილტონ ფრიდმანიო. და ალბათ ამ კომბინაციას თვლის მისაღებად ქართული საზოგადოებისთვის. ეს იყო ჩვენი გასარჩევი თემები და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ.